უნიკალური ბუნება, ექსტრემი და 150 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ეკოტურისტული სივრცე, როგორც ქართველი, ისე უცხოელი მოგზაურებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. პარალელურად რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისთვის ხელისუფლებას, საფინანსო სექტორსა და კერძო ბიზნესს შორის ახალი შეთანხმებაც გაქონდა. ჩუბინიძისა და შორნა კოპალეიშვილის რეპორტაჟი. წალკის კანიონი იმ იშვიათ ადგილებს შორისაა, სადაც ბუნება მთავარი მასპინძელია. კანიონზე, რომელიც თანაბრად იზიდავს ექსტრემის მოყვარულობსა და თავგადასავლების მაძიებლებს, ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ბოლო წლებში წალკის კანიონი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად იქცა როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის. აქ უკვე მეორედ ვარ მეგობრებთან ერთად. ეს საოცარი ბუნების ხედები ერთხელ მაინც უნდა ნახოს ყველა. ამიტომ ხშირად ვურჩევ ხოლმე ჩემს მეგობრებს, რომ ესტუმრონ საქართველოს. იმდენად ლამაზია და იმდენად ესეთი კარგი ადგილია, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ. სწორედ ამ ინტერესისა და რეგიონის ეკონომიკური გაძლიერების გარშემო დაიბადა ახალი შეთანხმება, რომელიც ერთ მაგიდასთან ხელისუფლებას, საფინანსო სექტორსა და კერძო ბიზნესს აერთიანებს. მიზანი ერთია, წალკაში შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, ისე რომ გარემო არ დაზიანდეს. შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში ეს ადგილი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრაქცია, სადაც სხვადასხვა ტიპის მოგზაური შეიძლება დაინტერესდეს, მსგავსი მიზიდულობის წერტილები ბევრად უფრო მრავალფეროვანს ქმნის ტურიზმს თავისთავად და ადგილობრივ ტურიზმში განსაკუთრებული წილი შეაქვს. თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავდივართ, სადაც გავაერთიანებთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, ვისაუბრებთ, როგორ შეიძლება უფრო მეტად გავაცნოთ მსოფლიოს ჩვენი წარმატებული პროექტები. პლატფორმა ღია იქნება ყველასთვის. ადგილობრივი საოჯახო სასტუმროებიდან დაწყებული მსხვილი ინვესტორები დასრულებული. ადგილზე ახალგაზრდებისათვის რეგულარული ვორქშოპები და ტრენინგები მოეწყობა. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ მოხდეს ერთი მხრივ პოპულარიზაცია დაცული ტერიტორიებისა, მეორე მხრივ კი რეგიონული ეკონომიკის განვითარება. ქვემო ქართლი მდიდარია ტურისტული და კულტურული ობიექტებით და ჩვენ მზადა ვართ, როგორც სახელმწიფო მზად არის, რომ ხელი შეუწყოს მსგავსი ინფრასტრუქტურის მოწყობასა და განვითარებას. ზაფხული ძალებს მხოლოდ ახლა იკრებს. თუ ბუნება, ექსტრემი და განსხვავებული გამოცდილება თქვენი მოგზაურობის განუყოფელი ნაწილია, წალკის კანიონი ამ სეზონზე ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მიმართულება იქნება.